ეს არის Teacher Unfiltered with Nutsa. პოდკასტი, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებთ საკუთარ გამოცდილებას, ასე რომ თუ ინგლისურ ენას სწავლობ ან ასწავლი, მე მგონი უნდა გვიყურო. დღეს ჩემი სტუმარია ლელა გულია, ინგლისური ენის მასწავლებელი, ფილოლოგი, წიგნების ავტორი და ტრენერი. ლელა, გამარჯობა კიდევ ერთხელ და ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. გამარჯობა ნუცა, მოგესალმები. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. პირიქით. მოკლედ, ბევრი რამე გვაქვს ჩვენ სალაპარაკო, როგორც მივხვდი. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით, როდის მივხვდი რომ teaching-ი უბრალოდ სამსახური არ იყო შენთვის? დავიწყოთ იქედან, რომ ჩემი მრავალწახნაგოვანი ცხოვრება არის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ მიყვარდა ენები და ოჯახშიც მქონდა ურთიერთობა უცხოენოვან სპეციალისტთან და ხშირად ჩამოდიოდნენ უცხოელები ჩვენთან ოჯახში, ნაცნობები, ახლობლები და ჩემი ინტერესი გახდა ეს ერთგვარი, რომ ენები მე შემესწავლა, ცოდნოდა ისინი რა საუბრობენ, გამეგო ყველაფერი და ეს ალბათ იყო პირველი, სადაც წამოვიდა ეს ენების სწავლის ინტერესი. კი. სანამ ამას დაიწყებდი, ანუ teaching-ს დაიწყებდი, ბევრ სხვა რამესაც აკეთებდი. ხო? აი, მოდი მოვყვეთ, დავუშვათ უნივერსიტეტიდან, მერე როგორ განვითარდა ეს კარიერა? დავიწყოთ თავიდან, სკოლაში რომ დავამთავრე 11 წლიანი სწავლება იყო ჩვენ დროს. კი, ჩვენ დროს. შემდეგ უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან 5 წლიანი გამოვიდა სწავლება ფაქტიურად და ძალიან დავინტერესდი ზოგადად უცხოენებით. ინდოევროპული ენებით, არა მხოლოდ ინგლისურით, არამედ გერმანულით, ლათინურით. ჩვენ დროს იყო ესპერანტო ესეთი ენა, რომელიც საინტერესო იყო, იმიტომ რომ მრავალი ენის ერთობლიობას მოიცავდა და ვსწავლობდი ყველაფერს, რაც კი შემეძლო. იტალიურს ვსწავლობდი ერთი პერიოდი. ძალიან საინტერესო გამოცდილება მაქვს ამ მხრივ. ესა კარგია, მოდი ერთ კითხვას ჩავამატებ. უფრო იოლი შედარებით რომელი იყო, ან უფრო რთული როგორ შედარებით? ინგლისური ალბათ იყო ჩემთვის იოლი, იმიტომ რომ სულ ინგლისური მესმოდა ოჯახში და სასიამოვნო იყო ჩემთვის უფრო მარტივად ვიგებდი. გერმანული ცოტა არ იყოს რთული იყო, თუმცა ჩემს დროს რუსული ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა და რუსული ძალიან კარგად ვიცი. პროფესიულ დონეზე ვასწავლი რუსულ ინგლისურ ენოვანებსაც და ვთარჯიმნობდი კიდევაც. და ესპერანტო ახსენე, ესპერანტო ხელოვნური ენა არის, პრინციპში აღარც გამოიყენება. არ გამოიყენება. და მაშინ ანუ რა იყო ეს სურვილი ამის შესწავლის, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ალბათ? ყავდა ერთი ლათინურის მასწავლებელი, ქალბატონი, რომელიც მაშინ ის პერიოდი მაინც ჩაკეტილი პოსტსაბჭოთა კავშირი იყო და ჩვენთან იყო ესეთი ორგანიზაცია ათინათი, მაშინ რომელსაც ჩამოყავდა უცხოელები. და ეს ქალბატონი აქტიურად მონაწილეობდა ამ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და მოყავდა ხოლმე უცხოელები ჩვენთან. და ამ ქალს აინტერესებდა ესპერანტო, თვითონ იცოდა კარგად და გვეუბნებოდა, რომ როგორ შეიძლება ჩვენს განვითარდეთ. ყოველთვის ეცადეთ, რომ მეტი მიიღოთ. მომეწონა ენა და რუსეთშიც, როდესაც მომიწია წასვლამ, იქაც კი განმავითარე ეს ენა. და მაშინ იყო ილონა დავიდოვას მეთოდი, პლეიერებზე და დისკებზე უსმენდით ინგლისურსაც და ესპერანტოს კურსებიც მქონდა გავლილი. რამდენად გავს ინგლისურს, ანუ გამოთქმით ან რამით, არა? ძალიან ბევრი ენის ნაერთობა. ფაქტიურად ინდოევროპული ენები შედის. ვიცი რა ესპანურს გავს მაგალითად. ერთი წინადადების აწყობა შეიძლება სხვადასხვა ენის სიტყვებით. და გამოდის მიქსი. ძალიან ფლექსიური ენა იყო. ნუ ახლა დღეს ახლა აღარ არის ფაქტიურად. მოდი გადავიდეთ მასწავლებლებზე. მითხარი, შენი აზრით დამწყები მასწავლებლების უმრავლესობა რას აკეთებს არასწორად? პირველი სანამ მასწავლებლობას გადაწყვეტავს ადამიანი, მან უნდა გაიგოს სურს თუ არა შინაგანად იყოს მასწავლებელი.
მეორე, სანამ ხელს მოკიდებს ამ დიდ საქმეს, სადაც არა მხოლოდ მასწავლებლობა სჭირდება, არამედ მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა, დამოკიდებულება, აღზრდა, კულტურათა შორისი დიალოგი უნდა წარიმართოს, მასწავლებელმა უნდა იცოდეს თეორიულად, კონკრეტულად რა პრაქტიკები და მიდგომები გვაქვს. შემდეგ თუ თვითონ ახავს საკუთარ თავს, რომ მას შეუძლია იყოს პედაგოგი და იყოს ბავშვებზე ორიენტირი ჰქონდეს, ინდივიდებზე ორიენტირი ჰქონდეს, უნდა მიიღოს ამ ფერხულში მონაწილეობა. ანუ მასწავლებელი მზად უნდა იყოს, რომ ეს არის ხანგრძლივი, ხო? აი ხანგრძლივი პროცესი. თვითგანვითარების ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. მითხარი შენს ტრეინინგებზე ძალიან ბევრი ტრეინინგები გაქვს გავლილი, შენ თვითონაც ატრეინინგებ მასწავლებლებს, ხო? ანუ ეს ტრეინინგებში მონაწილეობა, აი რას გაძლევს ამდენი ნამხელგამოცდილების შემდეგ? 29 წლიანი უწყვეტი გამოცდილება მაქვს, დავიწყოთ აქედან, ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან, უნივერსიტეტებში, სკოლაში, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში, უცხოენის ცენტრებში და ამდენი გამოცდილება ყოველთვის ვცდილობ თვითგანვითარებას და ვარ შრომის უნარიანი, იმით რომ მაქვს დრო თუ არ მაქვს, ყოველთვის მინდა რომ რაღაც ახალი შევიმეცნო, უნარები შევიძინო და მომეწონა დაინტერესება პედაგოგების, რომლებსაც სურთ ახალი მიზნები წარმოიჩინონ საკუთარ თავში. და გაზიარება, იცით, sharing is caring, so ძალიან საინტერესოა ეს ფაქტიც და ვეცნობი ძალიან კარგ ადამიანებს. ეს არის ერთგვარი ჩემთვის мотивация და სტიმული, რომ მეტი გავაკეთო. მასწავლებლებთან ურთიერთობა არის იმგვარად საინტერესო, რამდენადაც მათ გამოცდილება აქვთ. იციან ეს სფერო და უნდათ საერთაშორისო სტანდარტებში განვითარდნენ. მიხარია, რაც მეტი მასწავლებელი ვიქნებით, უფრო წარმატებული, უფრო მეტად გვეცოდინება ეს სხვადასხვა სტანდარტები, რა თქმა უნდა, უფრო მით უკეთეს. უკეთეს თაობას გავზრდით. კი. ამ გამოცდილება ნახსენე ახლა, ამდენი წლის განმავლობაში რა დაასკვენი? რა არის ყველაზე დიდი მითი ინგლისური სწავლასთან დაკავშირებით? მე ვფიქრობ, რომ ინგლისური არის და საერთოდ არაფერი არ ისწავლება მარტივად. ყველაზე მთავარი არის დისციპლინა, შრომა, თვითგანვითარება, რეფლექსია და ყველაზე აუცილებელია ადამიანმა გარეგან მოტივატორებს არ უსმინოს, არ დაუგდოს ყური, თვითონ უნდა იშრომოს და გონიათ, რომ მარტივად ისწავლიან ენას დაუშვათ AI-ის ეპოქაში ვართ და გონიათ, რომ ეს ინტერნეტი მათ მარტივად ასწავლის, თუმცა ეს არ არის გრძელვადიანი და მხოლოდ ტექნოლოგიების დახმარებით ვერ შეიძენს იმ უნარებს, თუ არ წაიკითხა წიგნი. თუ არ განავითარა სმენითი უნარები, კომუნიკაცია არ დააკავშირა სხვა ადამიანებთან, თეორიასთან მაგალითად კი. და არ იქნა აქტიურ ფაზაში ის პასიური მასწავლი, რაც ქონდა თუნდაც აი იმ ტექნოლოგიებით, რაც დღეს არის. რასაც იყენებენ. ჩვენ თავხდებით, რომ რაღაცეების სტუდენტების პროგრესს აფერხებს. ხო? ეს არის მაგალითად რას აკეთებენ ისინი არასწორად წლების განმავლობაში, რომ მათი პროგრესი ფერხდება. AI, ნაწილობრივ ალბათ ტექნოლოგიები. ნაწილობრივ ტექნოლოგიები, ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ტექნოლოგიები არის გამსაზღვრელი. ამ შემთხვევაში უფრო მეტად ცდილობენ, რომ ალბათ საკუთარი თავის ყოველთვის ცდილობენ რაღაც სხვაგან მოიძიონ ინფორმაცია, ან სხვას დაუგდონ ყური და ის რაღაც დაჭერილი ინფორმაცია გამოიყენონ სინამდვილეში. მათთვის მნიშვნელოვანი არის ყოველთვის მეტი იკითხონ.
ყველაზე კარგი დამხმარე ჩვენთვის არის მაინც კითხვა ხო წიგნიერება. და წიგნიერება. კი. აუცილებლად. თუნდაც ახლა, თუნდაც იმის და მიუხედავად, რომ ამდენი რესურსი გვაქვს. კი. მხოლოდ მოსმენა, მხოლოდ TikTok-ი, Instagram-ი, დროებითია ეს ყველაფერი. კი, კარგი ამარტივებს და ძალიან კარგია ვიდეოების მოსმენა, მაგრამ მაინც პასიურია. თუ ჩვენ ამას აქტივში არ გამოვიყენებთ და კომუნიკაცია ჩვენ თვითონ არ გვექნება, გაუჭირდება ახალგაზრდას, მათ გონიათ ილუზია ექმნებათ და გონიათ რომ მათ იციან. კი. აი რამდენჯერ შევიმჩნევია რომ ყველაფერი მესმის, ვიცი, მაგრამ მე აღიარებენ რომ სამწუხაროდ ვერ საუბრობ. არის შიშიც. კი. ეს არის შეიძლება იყოს ტრამბულიც, ეს შიშიც წინა გამოცდილებასთან დაკავშირებული შიში და ეშინიათ თავიანთი თავის გამოხატვის რომ ვინმე რამეს არასწორად გაუგებს. თუმცა უნდა იყოს ინსპირაციული გარემო, კომფორტული და მასწავლებელი უნდა ეცადოს ყოველთვის რომ გამოხატონ ნებისმიერი ფორმით, რომ მე მოხდეს მათი შესწორება, ჩასწორება და დახმარება. კი. და არა მაგალითად შერცხვენა რო უიშენ რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი. კი. რა ეტაპზე ტოვებენ ადამიანები ინგლისურის სწავლას ყველაზე ხშირად? გამოცდილებიდან საერთოდ დავაკვირდი და როდესაც გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა რომ როდესაც ხვდებიან ნებისმიერი მსწავლელი ენის როცა ხვდება რომ არის რაღაც პერიოდში სტაგნაცია აქვს, ჩერდება და ხედავს რომ რაღაც გაუჭირდა, იქ ჩერდება მაშინ სჭირდება ზუსტად კარგი უკავშირი, პოზიტიური, თუნდაც ცოტა შექება, თუნდაც ცოტა დახმარება, რომ ყოველთვის არ არის ესე მარტივი ყველაფერი, მაგრამ აუცილებელია სისტემატიზაცია და მოთმინება რა? აუცილებლად. მე მაგალითად შემიჩნევია რომ დაახლოებით ბიორ დონეზე მე უკვე ცოტა რთულია ხო დანახვა ამ რაღაცა გაუმჯობესებების, იმიტომ რომ უფრო დიდი დრო ჭირდება პროგრესს. ხშირად ამბობენ რომ აი გავიყინე მაგალითად და მე მგონი დავამთავრებ ამითი და მოდი შევჩერდები და მე დავუშვათ მე გავაგრძელებ მე თვითონ ან აღარ გამომდის. ესე არის ხოლმე შენი გამოცდილება? ხდება ხოლმე, რადგან ცდილობენ და გონიათ რომ მხოლოდ გრამატიკის და ლექსიკის სწავლა არის მნიშვნელოვანი. მაგრამ ვერ ხვდებიან რომ აუცილებელია ფლუენსი იყვნენ და რა უნდა გააკეთონ ამისთვის. აუცილებლად უფრო მეტად სიღრმისეულად ისწავლონ, მეტი იშრომონ. ყოველდღიური სისტემატური მუშაობა სჭირდება ამას, ესე მარტივად მარტო გაკვეთილიდან გაკვეთილამდე ეს არ ხდება ნამდვილად. 2 და 3 ტესტით ვერ მივალთ შედეგამდე. თვითონ უნდა გამოიმუშაონ ეს. თვითონ უნდა უნდოდეთ, სურვილი უნდა ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს, კი. ანუ შენ ამბობ, მე რასაც ვფიქრობ, პრინციპში რომ თუ ყოველდღე ისინი იმუშავებენ და არ დაელოდებიან მაგალითად ხო გაკვეთილს, უფრო მალე, შედარებით მალე მოვა ის პროგრესი, რასაც ელოდებიან, ხომ ასე? კი, რა თქმა უნდა, სისტემატიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გარანტია არის 21 საუკუნის დღეს როგორი ცხოვრება არის. შედეგი უნდა იყოს იდეალური. კი. მოდი მითხარი, კი ბატონო, სისტემატიზაცია თუ განვიხილავთ მოტივაციას და დისციპლინას ამ მხრივ, რომელი უფრო მნიშვნელოვანია? ვიტყოდი რომ ორივე მნიშვნელოვანია ზოგადად. არ ვიტყოდი თანაბრად. დისციპლინა უფრო მნიშვნელოვანია. მოტივაცია გარეგანია და დისციპლინა თვითონ უნდა გააჩნდეს ინდივიდს, რომ გამოიმუშაოს თვითრწმენა, იცოდეს რა უნდა. რომ იშრომოს, მიიღოს შედეგი, თუმცა მოტივატორები ვართ ჩვენ სპეციალისტები, როდესაც ამ შრომას ვუფასებთ. კი. როცა საჭიროა, უნდა შეაქო და უთხრა რა გამოსდის, თუნდაც ეს მცირედი იყოს, მაინც უნდა აღნიშნოთ, ხო, რა თქმა უნდა. სუსტად ძლიერთან სხვადასხვაგვარად, რა თქმა უნდა. როგორ იტყოდი, ენის ნიჭი რეალურია? იცით რა, არის ენის ნიჭი, არსებობს, მაგრამ თუ არ განვავითარეთ ეს ჩვენ, ნიჭი მხოლოდ წინ ვერ წაგვწევს. მაინც არის დისციპლინა.
ყველაფრის საწყისი და იმიტომ თავი. რომ იმდენად ხშირია ხოლმე ხანდახან ალბათ ხსმენია შენც რომ არა მაქვს ენების ნიჭი, ვერ სწავლობ ენებს, რა გავაკეთო, არ შემიძლია. რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ მაინც შეიძლება და ეს ნიჭი შეიძლება იმდენად არ სწავლა. განაპირობებს, ხო? ნიჭი არ არის გადამწყვეტი, თუმცა დამხმარე ფაქტორი დამხმარე კი. არის ნამდვილად. უნდა იშრომოს ყველამ, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს. კი, და ბატონო. იყოს ღირებული. კი ბატონო. ძალიან ბევრი დღესდღეობით აბარებს IELTS, TOEFL-ს და სხვადასხვა გამოცდებს. შენ გაქვს დიდი გამოცდილება ასევე ამ გამოცდებისთვის მომზადების, წიგნები და ასე შემდეგ. მოდი ვთქვათ, შენი აზრით, ჩემი დაკვირვება ესეთია. უჭირთ B2 დონის სტუდენტებს მაგალითად 7+ ქულის მიღება IELTS-ში და თუ კი რატომ? საერთოდ ფიქრობენ, რომ რაღაცნაირად მათ აქვს შუალედური ბარიერი. როდესაც ამ ბარიერის გადალახვაზე მიდის საქმე, ისინი ფიქრობენ, რომ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ C1 არის აკადემიური დონე. მაგრამ როდესაც ჩვენ სწორი მიდგომებით, სტრატეგიებით, სტრუქტურებით ვსწავლობთ ამ ყველაფერს, მათთვის უფრო მარტივია და მხოლოდ ლექსიკა და გრამატიკა ვერ გადაწყვეტავს ამას. უნდა იყვნენ ფლუენტი, უნდა იცოდნენ მაკავშირებლები და მაერთებლების უნდა იცოდნენ რა შექცევა ყურადღება. აუცილებლად. ყველაზე მთავარი არის ზუსტად აღნიშნეთ, რომ უნდა იყოს კრიტერიუმები გათვალისწინებული, რა ფასდება რეალურად და შეფასების მიხედვით ფაქტურად ჩვენ სტანდარტებს უნდა მოვერგოთ. ჩვენ ვერ შევცვლით ვერაფერს. უბრალოდ ენის დონე არ განსაზღვრავს. განსაზღვრავს, იმედს მაგას ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის მცდარი წარმოდგენა, რომ თუ მე მაქვს B2 დონე, მე მაღალქულას ავიღებ, მაგრამ თუ მე არ ვიცი ის მოთხოვნები, მაინც ვერ ავიღებ. ხომ ასეა, თუ ვინმე არ მითხრა, ან თუ არ გამოვიძიე და მე თვითონ არ ჩავედი. რა თქმა უნდა, აუცილებელია სტრატეგიების სწორი დამუშავება, დაგეგმარება და მიზნისკენ ნელ-ნელა სვლა. და რა მითხარი, იცი, ან რატო გადაწყვიტე ამ საგამოცდო სისტემაში ჩართო? მე ვიცი, ბევრი მასწავლებელი ასწავლის ზოგად ინგლისურს სულ და არ ეხება გამოცდებს. პირველი გამოწვევა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ სიამოვნებდეს ადამიანს. მე მომწონს ახალ ვითარებებში გარკვევა. მიყვარს ახალი სხვადასხვა უნარების შეძენა. მე თვითონ ვიყო საინტერესო საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ინგლისურში, ნებისმიერ სხვა სფეროში. მომწონს აქვთ გარკვეული კრიტერიუმები, სწორხაზოვანი, რეალისტური მოთხოვნები და ნამდვილად აკადემიური მოთხოვნები, რომელიც ძალიან მიყვარს. ანუ სიამოვნებს ეს პროცესი, როცა ამზადებ ამ გამოცდებისთვის, ხო? კი ბატონო. მაშინ ვისაუბროთ სხვადასხვა მოდულებზე, ხო, კომპონენტებზე. მაგალითად, რა სიტყვოდი, რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა სპიკინგში? ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები მხოლოდ საუბრობენ პასიურად თუ აქტიურად, გონიათ, რომ ისინი კარგად საუბრობენ. მაგრამ სპიკინგი ფიზიკურად მოიცავს ლექსიკის, გრამატიკის, სხვა უნარების ცოდნას, ზოგადი განათლების ცოდნას, რომელიც შეიძლება მხოლოდ ლიტერატურიდან მივიღოთ, რომელიც შეიძლება მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეებიდან მივიღოთ და სპიკინგი მხოლოდ არ არის სპიკინგი. კი. თან მით უმეტეს საგამოცდო სპიკინგი, აქ ერთი ფაქტორია, ხო, რომ შეკითხვას სწორად უპასუხო, მაგალითად. ზოგჯერ ხდება ხოლმე სამწუხაროდ, რომ არაჩვეულებრივად საუბრობს სტუდენტი 2 წუთი პასუხობს რაღაცას, მაგრამ ეს არ არის კითხვასთან დაკავშირებული, ხო? და რამდენად რთულია ხოლმე, ანუ თუ ყოველთვის თუ ამახვილებ ყურადღებას ამაზე, რომ მათ უნდა მიაქციონ ყურადღება კითხვებს პირველ რიგში. აუცილებლად. მიზანი ეხმარება შესაძლებლობებს და მიზნობრიობა განაპირობებს ზუსტად იმას, რომ სწორხაზოვნად ისაუბრონ. აუცილებლად უნდა იცოდნენ კითხვაში შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტები და ზუსტად როგორი პასუხი სჭირდება იმ რომელიღაც გამოცდას, რომელიც მას მაღალქულას დაუწერს. და რა ის, რომ მე მხოლოდ ვუპასუხე და თავი დავიწვრინე რაღაცით. და მეორე საკითხია რაითინგი. რაითინგში ძალიან რთულია ხოლმე საშუალოზე მაღალი ქულის მიღება.
რა ხდება მაგ შემთხვევაში? საერთოდ ყველაზე რთული მინდა ვთქვა რომ არის ყოველთვის writing-ი აკადემიურ სივრცეში და რატომ არის რთული? თუ დაუშვათ ტექსტის კითხვის დროს ჩვენ უნარებს ან გამორიცხვის მეთოდს გამოვხატავთ და შეგვიძლია ვუპასუხოთ, მოსმენაში რაღაც დავიჭიროთ და შეგვიძლია ჩავსვათ, საუბარში ასე თუ ისე რაღაცა გამოვიყვანოთ ეს სიტუაცია, writing-ში ჩვენ გვჭირდება ზუსტი სტრუქტურაზე დამყარებული ორიენტირი. რას მოიცავს ეს? ძალიან კარგი უნარები აკადემიური, ლექსიკური, გრამატიკული, აუცილებლად უნდა იყოს fluent-ი და უნდა ესმოდეთ რეალურად რა მუშაობს შედეგზე. რა მისცემს მას მაღალ ქულას? ისევ და ისევ შეფასების კრიტერიუმებამდე მივდივართ. კი, მაინც შეფასების კრიტერიუმები, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიცით ეს მე ყველა ჩემს მოსწავლეს ვუხსნი, თუ ეს არ იციან, მაშინ ისინი სწორხაზოვნად ვერ წარმართავენ ვერც ერთ კომპონენტს. ანუ თუ კრიტერიუმები ვიცით, შემდეგ მუშაობთ მათ დაკმაყოფილებაზე უკვე და საშუალოზე მაღალი ქულა უკვე შესაძლებელი. თუმცა IELTS-ში ძალიან რთულია. რთულია, კი, მეც მაგას ვიტყოდი. ძალიან ზოგადად რთულია. უცნაურია, თუმცა მე ვფიქრობ, ეს იქიდან გამომდინარეობს, რომ ისევ და ისევ ჩემი გამოსილებიდან ქართულ სტუდენტებს ზოგადად წერა არ უყვართ თითქოს. აი ძალიან ხშირია რომ არ იყო კულტურა. ალბათ. ეს ახალია ჩვენთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ. აი სკოლიდანაც ახლა მაგალითად ხო, ეს თუნდაც ქართულშიც კი წერენ ალბათ უფრო, მაგრამ თითქოს არ ყოველთვის ახსენებენ, რომ არა ეს წერა არ არის ჩემი, აი. ნახეთ რა არის ქართულად აზროვნებენ. კი, ეს და ეს როგორც მეორე ენა გამომყენებლებისთვის ძალიან დიდი ბარიერია, როდესაც საერთაშორისო გამოცდებს ვაბარებთ. უნდა ვიაზროვნოთ ინგლისურად, უნდა ვიფიქროთ ინგლისურად, უნდა ვიმეტყველოთ, ვწეროთ პირდაპირ ინგლისურად და არა ქართულიდან თარგმნოთ. კი. ალბათ ქონია შემთხვევა, მოდიან ხოლმე ჩემთან სტუდენტები, ვინც მეუბნებიან, რომ ძალიან მოკლე დრო მაქვს, არ მაქვს სწავლის დრო, უბრალოდ მჭირდება გამოცდის ტექნიკები. როგორ ფიქრობ, შეიძლება გამოცდის ტექნიკების რაღაც ძალიან მოკლე ვადაში სწავლა იმისთვის, რომ რეალური ცოდნის გარეშე სტუდენტმა დონე აწიოს და უფრო მაღალი ქულა მიიღოს. ზოგადად ვიტყოდი, რომ ეს დამოკიდებულია თვითონ პიროვნებაზე და მის მონდომებაზე, შრომაზე, დისციპლინაზე. მაგრამ ყოფილა შემთხვევები და მქონიათ ხო ესეთი? ძალიან ხშირად მქონია შემთხვევები და ყოფილა წარმატებები, მაგრამ ძალიან დიდი შრომის შედეგად ფაქტიურად სამაგი შრომა დამჭირვებია და ზუსტად იმ კრიტერიუმებით, იმ სპეციალური ფრაზებით და ტექნიკებით, ნამახსოვრებით, რაც გვჭირდება, რომ შედეგზე გავიდეთ სწრაფად. მაგრამ რეალურად სწავლის გარეშე, კონკრეტულად ტექნიკებით. მაგრამ უმუშავია, ხო? იმიტომ რომ ჩემთანაც უმუშავია, კი, ძალიან. აჰა. კარგი. B1-დან 2 თვეში სიერთზე ავსულვართ. კი. შვენიერია. შენ როგორ ხვდები ხოლმე, რომ სტუდენტი მზად არის გამოცდაზე გასასვლელად? მე ვიტყოდი, რომ როდესაც სტუდენტი, ნებისმიერი აპლიკანტი, ადამიანი, რომელსაც სურს საერთაშორისო გამოცდები ჩააბაროს და მოდის, მუშაობთ, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ ბოლო პერიოდში ტესტებს ხშირად. მოგებს ხო? მოგთესტებს კი. როდესაც 2 ან 3 ზედიზედ ტესტი არის რაღაც პრობლემატური, იქ ჩვენ ხვდებით, რომ შედეგი არ იქნება ისეთი. და ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ, რომ იყოს ხარისხი, ვიდრე რაღაცით გამოსავალი ვეძებოთ. ამიტომაც კიდევ უფრო მეტს მუშაობთ, აუცილებლად და უფრო მეტად გამოიმუშავებს თვითონ მიდგომებს. ეს არის ჰინთები, ამ შემთხვევაში ტიპები, სკიმინგი და სკენინგი ძალიან მუშაობს. კი, და 3P ძალიან მუშაობს. თავარია ეს ყველაფერი გაანალიზო. ეს IELTS-ის კუთხით. აბა გადავიდეთ TOEFL-ზე. TOEFL-ი გამარტივდა, ძალიან გაგვიხარდა მე მგონი მასწავლებლებსაც და აპლიკანტებსაც, მაგრამ გამარტივდა ერთია, მაგრამ მარტივია? აი ხშირად ეს კითხვა იბადება, მაგრამ რეალურად მარტივია?
აი ვიტყოდი რომ მარტივი არ არის. რატომ არ არის მარტივი? ჯერ ერთი ნებისმიერი საერთაშორისო გამოცდა იქნება ის თუ ეროვნული იქნება, თუნდაც ავიღოთ CERTUS-ი, ეროვნული გამოცდები, მასწავლებლის გამოცდები. არც ერთი არ არის მარტივი. ყველას აქვს თავისი მოთხოვნა, კრიტერიუმი და ყველა უნდა ვიცოდეთ ეს ფორმატი საგამოცდო. მაგრამ ვიტყოდი TOEFL-ზე რომ ისეთი მცირე დროებია თითო დავალების შესრულებაში. ნამდვილად არ არის მარტივი. პირველი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიური და ძალიან სწრაფი აზროვნებით და თუნდაც კლავიატურასთან და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ყველა კლავიატურა ერთნაირი არ არის და ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ეს ძალიან იქ რა შეგვხვდება საგამოცდო ცენტრში? ყოფილა იცი რაღაც სახლში რომ სწრაფად ბეჭდავენ და ხანდახან ხდება რომ იქ ნუ სტრესი არის ერთგვარი გამოცდაზე მაინც თავისებური რომ ყველა მიდის იმისთვის რომ ჩააბაროს. მაგრამ სტრესი მაინც თავისებური არის. და რა სიტყვოდი speaking-ს ფაქტიურად IELTS-ი ერთადერთი გამოცდა არის, სადაც speaking-ი ხდება ადამიანთან. მაშინ როცა Duolingo მე კიდევ გადავიდე Duolingo-ზე სალკე ვისაუბროთ, TOEFL-ში ხდება online, ვინც არ იცის, ტაიმერი გაქვს, ამ ტაიმერს უყურებ და ისე საუბრობ. ეს დამატებითი სტრეს ფაქტორია თითქოს ბევრისთვის. არის? დავამატებდი. ერთი არის IELTS-ში, სადაც IELTS-ი არის ბევრგვარად ვარდება, ვიცით ჩვენ კომპიუტერითაც, მაგრამ პირდაპირ ბიტის განცილში, მაგრამ ვარდება ადგილზე აუცილებლად ადამიანთან. ასევე არის კემბრიჯის გამოცდები, სუფთა დონეები, ვარდება ადამიანთან. უმეტესობას, როდესაც ვაკვირდები, მოსწავლეებს ურჩევნიათ ადამიანთან. ემოცია ჩანს. ადამიანის დამოკიდებულება ჩანს. და ვინც კომპიუტერით აბარებს, ფაქტიურად ასწორებს AI, ან integrated არის ეს და ძალიან უჭირს, ხო? თვითონ ადაპტირებული არის საგამოცდო რესურსებთან. და კომპიუტერს უჭირს ალგორითმის ამოცნობა, ის ადამიანი იმ მომენტში რას განიცდის, განცდებს დიდი მნიშვნელობა. ანუ შენი აზრით ადამიანთან საუბარი უფრო თითქოს ეფექტურია, რა თქმა უნდა, ვიდრე AI. რა თქმა უნდა. და სტრესიც აქ უფრო მეტია, ხო? თუნდაც ის ტაიმერის დანახვა, რო ხედავ როგორ იწურება დრო. ალბათ ხო. იმიტომ რომ ადამიანთან, როდესაც ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ ხვდებით მისი სახის გამომეტყველებას, მის ემოციას. ისე ვაკვირდებიან ხოლმე და მე მეუბნებენ, ის მეგობრული იყო, გამიღიმა. ხშირად აქვს. ძალიან დადებითად არიან სხვათა შორის საერთაშორისო გამოცდის სპეციალისტები განწყობილი ახალგაზრდების მიმართ და ეს მისასალმებელი. და ისედაც ალბათ მეგობრულები უნდა იყვნენ, ხო? კი, არ ძაბავენ. თავარი ეს არის. ცდილობენ რომ გახსნან. კი. თუმცა რახან ამაზე მიდგა საუბარი paper based და computer delivered გამოცდებზე, მოდი აღვნიშნოთ რომ IELTS-ი იმდენად შემცირდა paper based-ის ის ხო რაოდენობა თვეში არის ფაქტიურად 1-2 დარჩენილი. აღარ არის უკვე. ხო, ფაქტიურად აღარც არის. გამოდის რომ ყველაფერი მაინც გადავიდა დიჯიტალზე. კი. კემბრიჯის გამოცდებიც დიჯიტალი დაემატა უკვე. ან პოტენციურად როგორ ფიქრობ, ალბათ კემბრიჯის და საერთოდ ყველაფერი გახდება დიჯიტალი ალბათ, არა? კი, მე ვფიქრობ რომ გახდება, აბიტურიენტების გამოცდაც ასეა, მასწავლებლების გამოცდაც შემიძლია ვთქვა, CERTUS-ი იგივე შემიძლია ვთქვა, ნუ რაც ონლაინ გამოცდებია და Duolingo და British Lingo Skills არხები, კი, ასე იყო, მაგრამ შემოვიდა ეს კულტურა არის ერთგვარი და ძალიან კარგია ვფიქრობ, თანამედროვე საზოგადოება უნდა ცდილობდეს ყოველთვის ფლექსიურობას, ადაპტაციას ნებისმიერი სიახლის მიმართ. ჩვენ თუ გვინდა გავძლოთ, ჩვენ უნდა ვიცვალოთ. კი. და უნდა შევისწავლოთ ეს უნარებიც. კი. თუმცა იცი როცა იყო არჩევანი IELTS-ის paper based-თან და კომპიუტერულთან შედარება, როცა შეგვეძლო არჩევა, უმრავლესობა paper based ირჩევდა მაინც. კი. და ეხლა ეს ცოტა აწუხებს ზოგს, იცი, მაინც უნდოდათ რომ დაეწერათ. გეტყვით რაში არის საქმე. ჩემ შემთხვევაში მოსმენის დროს უჭირთ აკრიფონ კომპიუტერში სიტყვები და თან უსმინონ. იმიტომ რომ ის აფერხებს სმენით უნარს. მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ უნარზე უფრო უნდა იმუშაონ, არა? რა თქმა უნდა, აუცილებლად. ნუ დღეს ისეთი ახალგაზრდობა მოგდის, რომ მათ შეუძლიათ ეს უნარები აქვს. კი, უფრო მე მგონი, აი ჩვენ ასე უფრო ედალთებს შეიძლება უფრო კონდეთ ალბათ ეს პრობლემა.
თუ პრობლემად ჩაითვლება არ ვიცი. შეიძლება რაღაც სტაგნაცია მოხდეს ერთი პერიოდით, მაგრამ ყველაფრის გადალახვა შესაძლებელია თუ ანუ შენ ადამიანს მიესალმები სურს. ფორმატის სრულებას, კი, მიესალმები ძალიან. სრულებით. კი. კი ბატონო. კომფორტულია, ადამიანს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად ჩააბაროს თუნდაც. კი. რატომაც თუმცა იცი, მოდი აღვნიშნავ, რომ არ ვიცი ახლა ყველასთან ესე ხდება თუ არა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემ სტუდენტებს ტექნიკური პრობლემები შექმნიათ სახლში და მე არ ვურჩევ ხოლმე. შენ ურჩევ სახლში გაკეთებას, არც მე ვურჩევ. არ ვურჩევ, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება შუქი წავიდეს. არის ეს მომენტი, შეიძლება იყოს კანადაც, შეიძლება იყოს ნიუ-იორკიც. მაინც უფრო უსაფრთხოა რომ მიხვიდე და ცენტრში და არანაზღაურდება. ცენტრში, როდესაც მიდიან, იქ უკვე ცენტრის პრეროგატივა არის, რომ თუ პრობლემა იქნება ცენტრის რუნავს გამოსწორებაზე. კი. როდესაც მოდიან და არ იციან. აი რა ჩავაბარო, ჩემი უნივერსიტეტი IELTS-საც ცნობს, TOEFL-საც. რას მირჩევ? რა არის შენჩევ? აუცილებლად დავტესტავ. ნახავ, რა უნარები აქვს, რა მხრივ როგორია უკეთესი. სისწრაფე როგორი აქვს. როგორ კარგად ესმის ტექნიკური მხარე და შემდეგ უცებ ვერ გადავწყვიტავთ, ალბათ 2-3 სესია გვჭირდება, რომ გადავხედო, ყველაფერი დავტესტო. ერთ სესიაში მთლიანი უნარების გაგება არ ხდება. მით უმეტეს როცა არ აქვს არჩევანი გაკეთებული. რა თქმა უნდა. შემდეგ თვითონ უნდა დავაკვირდეთ ინდივიდს, რისკენ აქვს მისწრაფება. მეტად რომელი გამოსდის. სიტყვაზე იქ IELTS-ში ცოტა სხვა ტესტებია და სხვა უნარებია ასევე წერით და საუბრის ნაწილში სულ სხვა თემები მოდის. TOEFL-ში კიდევ საერთოდ ისტორიაში გადავარნილები ვართ და იქ სულ სხვა თემები მოდის. ამიტომ ადამიანი თვითონ რაში არის კარგი? რომ გამოვიყენოთ ეს თავისი სიკარგე, ისევ თავისი წარმატებისთვის. სხვათა შორის ახლა გამახსენდა ერთი кейსი რამდენიმე ყოფილა, მაგრამ მყავდა ერთი სტუდენტი, რომელიც IELTS აბარებდა და სანამ ჩემთან მოვიდოდა, მანამდე სადა რამდენჯერმე და ვერც ერთხელ ვერ აიღო ქულა, რაც სჭირდებოდა. და რომ მივხვდი, რომ აი არ გამოსდიოდა ეს გამოცდა რაღაცა, ვურჩიე, მოდი TOEFL-ი ვცადოთ. და TOEFL-ი პირველივე ცდაზე ჩააბარა და აიღო რაც უნდოდა. ისტორიაში კარგი იყო. სავარაუდოდ. მაშინ თან ძველი TOEFL-ი იყო, არ იყო ეს ახალი. ისეთი საოცარი იყო, ნუ მერე კიდე მოხდა პირიქით TOEFL-ს ვერ აბარებდა, მცდელობები ქონდა, IELTS-ზე გადავედი თუ არა. ფაქტიურად პირველივე მცდელობაზე არ ჭირდებოდა მაღალი ქულა სიმართლე რომ თქვა, მაგრამ იმ დაბალ ქულასაც ვერ იღებდა აი ამ კონკრეტულ გამოცდაში. ანუ ქონია ესეთი შემთხვევები, ხო? არ მქონია ასეთი შემთხვევები, სიმართლე ვთქვა. მაგრამ რაც თქვი, იმის მიხედვით ხდება. ზოგს ერთი გამოსდის? კი, იმიტომ რომ ვტესტავ, როგორც გითხარი ამას წინათ, სანამ შეცდომას დავუშვებთ, მანამ ჯობია გავერკვეთ, რა უნარები უფრო კარგად გვაქვს. ჩემთან სამწუხაროდ უკვე გვიან მოვიდა და მერე ვურჩიე და გამოვასწორეთ, მაგრამ დარეგისტრებულიც კი მოსულა ჩემთან. წარმოიდგინეთ და ბოლო წუთას თქვენ ნახევარში ყოველდღე 5 საათი მუშაობდით. იდეალური შედეგი დავდეთ კემბრიჯზე და წავიდა გერმანიაში სასწავლებლად. შვენიერი. ხო, რაცა გვაქვს არჩევანის საშუალება, უფრო ადვილია, მეც ესე ვთავაზობ ხოლმე გარკვევას, მაგრამ როცა იცის რა უნდა, მაშინ მის მოთხოვნებს მივყვებით, რა თქმა უნდა, ხო. და Duolingo-ზე რა ხდება? Duolingo შედარებით მარტივი ტესტია, თუმცა აქაც სჭირდება ადამიანს უნარების გამომუშავება. Duolingo არის 1 საათიანი სწრაფი ტესტი და ყოველი 3 წუთის შემდეგ დავალების თემატიკა იცვლება. ძალიან კარგად უნდა იცოდეს აქაც კრიტერიუმები, წერა არის თავის. 4-ვე კრიტერიუმი არის. ერთადერთი არის კემბრიჯის სუფთა დონები, რომელშიც გვაქვს 5 კრიტერიუმი. ეს არის use of English-ი როცა ემატება, დანარჩენში ყველგან არის 4. ეს კითხვის, მოსმენის, საუბრის და თუმცა Duolingo თავიდან ბოლომდე ალგორითმზეა დაფუძნებული. სამწუხაროდ. და ამითი ხო განსხვავდება დანარჩენებისგან.
ვიტყოდი რომ TOEFL-იც TOEFL-იც ახალი ვერსია უკვე ალგორითმზეა და გამოიცნობს ადამიანი როგორ კარგად მიუდგება. თუ მან ძალიან კარგად აწერა, უფრო ურთულებს. მაგრამ შეცდომაც რო დავუშვათ, ესეც არ გვაწყობს, იმიტომ რომ გულად აგვაკლდება. რა თქმა უნდა. ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ უფრო ხარისხიან სწავლას მიაქცევენ ყურადღებას და არ იქნება შაბლონური რაღაცა ხო ფიქსირებული. თუმცა IELTS-ი ესეთია, IELTS-ში ალგორითმი ფაქტიურად არ არის, ფიქსირებული არის. IELTS-ი ჯერჯერობით. კი. პოტენციურად პრინციპში შეიძლება იქაც შეიტანონ, სადაც TOEFL-მა უკვე ალგორითმი შემოიტანა. ალბათ იზამენ. კი. და ესეც კარგია. მეტნაკლებად ხო შეგვიძლია ვთქვათ. შევიცვალოთ უნდა რაღაცაში ყოველთვის, რომ უფრო უკეთესები გავხდეთ. ხომ ასე? კი, რა თქმა უნდა. კარგი, მოდი გადავიდეთ ახლა ჩვენ გადავიდეთ ახლა სუსტ და ძლიერ სტუდენტებზე. როგორ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა სუსტ სტუდენტთან და ძლიერ სტუდენტთან? რა სიტყვები? საინტერესო კითხვა არის, მადლობა ამ კითხვისთვის. სუსტი სტუდენტი ძირითადად დამოკიდებულია გარეგან მოტივატორებზე. ძლიერ სტუდენტს აქვს ძლიერი დისციპლინა და აქვს მას სტამინა, რომ გაძლოს მეტი ხანი. განსხვავება ისაა ის, რომ სუსტ სტუდენტთან უფრო ნელი ეტაპებით უნდა წავიდეთ და ყოველთვის უნდა ვიყოთ მოტივატორები და შედეგი უნდა დავანახოთ თვალნათლივ. მე შეიძლება დოზების მომატება, როდესაც უკვე იმ პრობლემატური სიტუაციიდან ამოვალთ. კი, რაც ექნება. ძლიერი სტუდენტებმა იციან რა უნდათ ზოგადად და ისინი შრომას არ აკლებენ საკუთარ თავს, თუმცა პროფესიონალიზმი და ბალანსის დაცვა აუცილებელია ძლიერ სტუდენტებთან. კი. რატო ეს სტაგნაცია რომ ვახსენეთ, მაგიტომ ალბათ. ვფიქრობ, რომ სტაგნაციის მხრივ ერთი და მეორე ძლიერმა სტუდენტმა უნდა ნახოს, რომ სპეციალისტმა კარგად იცის თავისი საგანი. კი. იცი, შეიძლება რომ მასწავლებელი იყოს ძალიან კარგი, მაგრამ სტუდენტი მაინც ვერ სწავლობდეს. შეიძლება იყოს. მხოლოდ მასწავლებელზე არ არის დამოკიდებული, ყველამ თავისი საქმე გასაკეთებელი უნდა გაკეთოს, ხო? სტუდენტმა უნდა იმუშაოს ფაქტიურად საკუთარ თავზე აუცილებლად. მასწავლებელი არის ფასილიტატორი ფაქტიურად, რომელიც ეხმარება ყველა მინუსების დაძლევაში, მაგრამ თუ სტუდენტი თვითონ არ მოინდომებს, მარტო მასწავლებელი ვერ გააწყობს, ხო მართალია, კი. თუმცა ძალიან ვცდილობთ ჩვენ ყოველთვის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. კი. შენ უკვე ახსენე, რომ ფიდბექის ანუ უკავშირის გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია. მოდი ვთქვათ, ზუსტად როგორ წარმოგიდგენია, რა არის ეფექტური უკავშირი? რამდენად ხშირად უნდა შეაქო ან პირიქით სტუდენტი? მე ვფიქრობ, რომ ხშირი გააჩნია ასაკს. ხშირი შექება ძირითადად ჩემთან პატარა ასაკის მოსწავლეები არ არიან. არიან ზრდასრულები. ამიტომაც ხშირი შექებით არ ვართ განებივრებულები. საჭიროებაც არ არის, ხო? არ არის საჭიროებაც, იმიტომ რომ არიან სტაბილურები, იციან რისთვის მოდიან და რა უნდა გააკეთონ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებთან უკავშირი იყოს სისტემატური. აუცილებლად დეტალური და უკეთესი გამოსწორების გზა დავანახოთ რეალურად, რაც მუშაობს. და გაითვალისწინებენ აუცილებლად, იმიტომ რომ შედეგი შემდეგ უკეთესი გვაქვს. კი ბატონო. შენ იცი რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მასწავლებელია, Instagram მასწავლებლები, TikTok მასწავლებლები. შენი აზრით მათ აქვთ რეალური გავლენა? თუ ზედაპირულია ეს გავლენა? საინტერესო კითხვა არის, მინდა ვთქვა. არის გავლენა, მოქმედებს ეს ძალიან და დიდი აუდიტორია ჰყავთ და საინტერესო მასალებს აწვდიან. უბრალოდ ეს არის შედარებით გამარტივებული ვარიანტი და ეს არ არის დიდი ხნის მახსოვრობაზე დამოკიდებული. ისწავლიან, შეითვისებენ იმ მომენტში შეიძლება დაიმახსოვრონ, მაგრამ სიღრმისეული სწავლება ვერ ხდება. თავისთავად ახლა კონტენტი თვითონ არის მოკლე,
TikTok-ზეც, Instagram-ზეც და სხვა პლატფორმებზე თავისთავად რაც მოკლეა, ისე მარტივად, რაც მარტივად ამახსოვრდებათ, მარტივად დავიწყდებათ. კი ბატონო, აბსოლუტურად კი. მაგრამ ეხლა თუ აი ამ კუთხით მიუდგებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოებით შეიძლება ინგლისურის სწავლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიდეოებით მერის უნარებს გავიუმჯობესებთ. საუბრის უნარებით პასიურად, მაგრამ გავიუმჯობესებთ, თუმცა სწავლა მაინც შრომაზეა დამოკიდებული. მეტი კითხვა, აი ეს ვახსენე ამას წინათ AI პლატფორმები, ხო? ეს არის ესეც ერთი პერიოდით შეიძლება ვისწავლოთ, მაგრამ თუ ჩვენ არ ვისშრომებთ, ჩვენ ილუზია გვექნება იმის, რომ ძალიან კარგად ვისწავლეთ ეს. რეალურ პრაქტიკაში ვერ ვიყენებთ შემდეგ. აი, როცა საქმეზე მიდგება, ხო? გვიჭირს კომუნიკაცია. კი. შენი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სტუდენტებში გულისხმობ, ყველა ასაკის ადამიანს თავისთავად უჭირს საუბარი, არის პერფექციონიზმი. აფერხებს ეს რაღაც მხრივ? სერიოზულად აფერხებს. ზოგადად პერფექციონიზმი არის შიში რამე რომ არ შეეშალოს მოსწავლეს, ნებისმიერ ადამიანს. და ან არის წინარე ცუდი გამოცდილებაც შეიძლება იყოს და ცდილობს იყოს ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციაში, არ გამოხატოს საკუთარი თავი, ნებით არასოდეს არ იტყვის არაფერს. თუ მაინც არ კითხა, იმე მხარ. კი ბატონო. და მოდი ვთქვათ ბარემის, როდესაც ადამიანი დიდი ხანი სწავლობს ენას, ამ შემთხვევაში ინგლისურს, გადაწვა რამდენად რეალურია ამ პროცესში? ძალიან საინტერესო კითხვა არის, რეალურია გადაწვა. ძალიან ბევრი შრომის შედეგად აუცილებელია ბალანსის დაცვა. აუცილებელია რაღაც გეგმის დასახვა, ან რაღაცის შეცვლა, ხო? აუცილებლად ცვალებადობა, რომ არ იყოს მეტი, ზედოზირებულად არ მიიღოს საკუთარ თავზე და შემდეგ საერთოდ არ შეიძულოს ეს რომელიღაც უნარი, რომელიც მას სჭირდება რომ ისწავლოს. უნდა ეცადოს ბალანსის. ცოტა რთული არის ბალანსი. ბალანსის დაცვა. კი. მაგრამ უნდა ეცადოს. კარგი, მაშინ მოდი მითხარი, ალბათ ძალიან აინტერესებთ ვინც ინგლისურს სწავლობს, რა რჩევას ვაძლევთ ხოლმე მასწავლებლები. შენი მთავარი რჩევები მათ ვინც სწავლობს, ან ეხლა იწყებს ინგლისურს. ყველაზე მთავარი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, აუცილებლად უნდა იმუშაონ ყოველდღიურად. თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაში სისტემატიზაცია ყველაზე კარგი ხარისხის შედეგია. უნდა იყოს მათი დაინტერესების სფერო. შეიძლება მას უნდა ადამიანს, მაგრამ შეიძლება გარეგნულად უნდა ან რაღაც მომენტისთვის სჭირდება. უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ ისინი სწავლას შეუდგებიან და მათ სიღრმისეულად დაეუფლონ ენას, რომ თავიანთი პირადი განვითარებისთვის გამოიყენონ. ყველაზე კარგი არის ხშირად უსმინონ პოდკასტებს. ძალიან კარგი არის თუ ექნებათ უცხოელ ადამიანებთან კონტაქტი, აქტიური კომუნიკაცია. ძალიან კარგი იქნება თუ ყოველდღიურად, რასაც ისინი გააკეთებენ, ინგლისურად ჩაინიშნონ. ან მე ყველაზე მეტად ვურჩევ კიდევ ადამიანებს, აი თუნდაც ლექსიკური სწავლის განვითარებისთვის 5-5 სიტყვა ამოწერონ პატარა ფურცლებზე, გააკრან იმ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ისინი ხშირად არიან, თუნდაც ვიზუალურად, აი სულ მაგას ვამბობ და დაინახოთ, კი, სადაც ხართ, კი. და აუცილებლად უნდა იყოს ეს, მაგრამ იყოს ყოველდღიური შეხება. თუნდაც 10-15 წუთი, თუნდაც იმ რაღაც მუსიკის მოსმენით, თუნდაც რაღაც მათთვის საინტერესო ვიდეო ფირის ნახვით, ამოიწერონ უცნობი სიტყვა, რომელიც იქნება მათთვის რომელიღაცა, რომელიც ან საინტერესო ჟღერს, ან უნდაც დამახსოვრება, ან უნდაც წარმოთქმისთვის. ჩაიხედონ სარკეში და იმეტყველონ. ის სიტყვა წარმოთქვან სარკის წინ, რომ ნახონ საარტიკულაციო ბაზისი როგორ მუშაობს.
თვითონ პირის ხრუ როგორ წარმოთქვამს ამ სიტყვებს. ტუჩის მიერ იქნება ის თუ ბაგის მიერ იქნება ის თუ თუმცა მოდი გეტყვი რომ აი ამ შემთხვევაში ზოგი ამბობს მე ხო არ ვიცი როგორ გამოვთქვამ და აი მაინც რაღაცა ვერ ვაფასებ ჩემ თავს და ამიტომ თითქოს არ აკეთებენ და ამისთვის არსებობს ზოგი უფასოც კი AI ტიუტორები ვინც აფასებს შენ გამოთქმას ურჩევ ხოლმე ხანდახან რომ ისინი გამოიყენონ მაგალითად სხვათა შორის ახლახან აღმოვაჩინე ერთ-ერთი AI რომელიც ძალიან მომეწონა რატომ მომეწონა და რატომ მომწონს ეს ზოგიერთი ონლაინ დამხმარე მასალები აფასებენ იმასე ნაკლებად ვიდრე რეალურად ისინი არიან მე ვეუბნები აუცილებლად რომ უფრო რთულად აფასებენ მაგრამ ეს კარგია თქვენთვის რომ მეტი мотиваცია გქონდეთ უფრო აიმაღლოთ დონე და მოსწონთ არის ერთ-ერთი AI პროგრამა ძალიან მომწონს მეც ვარ კმაყოფილებული აფასებს და ხო აფასებს იდეალურად იმ AI-ში სადაც IELTS-ში შემიფასა 7 და 5-ით 8 და 5 მიიღო სტუდენტმა. კი. აი ამიტომ მეც ვცდილობ რომ ჩავრთო თუნდაც აი ამ გამოთქმის კუთხით ან საგამოცდო კუთხით აუცილებელია მაინც. ერთია ჩვენი მოსწავლე ასე თუ ისე ვეგუებით. ვეცნობით ერთმანეთს და მე ურთიერთობაში მეგობრდებით, მაგრამ აუცილებელია სხვამ შეაფასოს ცალკე სხვა თვალმანახოს. ობიექტურად ესე ვთქვათ ხო? კი. შენ ახსენე პოდკასტების მოსმენა. მოდი აქ ერთი კითხვით ჩავეჭრები. პოდკასტების მოსმენა თუ ვიდეოების ყურება ყოველთვის არის კითხვა სუბტიტრებით თუ გარეშე. რა სიტყვოდი? რას უჩვენ? ძალიან რთულია, ადამიანის უნარებს გააჩნია. ზოგადად სუბტიტრები კარგია დამწყებთათვის, ვინც ასე თუ ისე მათ სჭირდებათ ისწავლონ სიტყვები ნახონ თავიანთი თვალით როგორ იწერება ეს სიტყვები და თან სმენას შეაჩვიან ყური. ზოგიერთი ამბობს რომ ამ სიტყვებს ვუყურებ და მე უკვე ის მეტარება. არ უსმენს, უბრალოდ კითხულობს. კი, უბრალოდ კითხულობს. ოქროს შუალედის დაცვა ძალიან რთულია. იცი რა, მე მაგალითად ვამბობ ხოლმე პირველად მოისმინე, მერე ჩართე სუბტიტრები და წაიკითხე და ისე აყევი და მესამედ, რა თქმა უნდა, თუ ამის ფუფუნება არის, რომ ამდენი დრო გაქვს, მესამედ ისევ სუბტიტრების გარეშე და იმ სიტყვებს დაიჭერ, ბევრად უფრო. გააჩნია სიდიდეს. კი, არა, ეს ძალიან გრძელი არ უნდა იყოს. ნუ აი მოკლე უნდა იყოს. თავისი დონის შესაფერისი. კი, რა თქმა უნდა, ხო, არ უნდა იყოს ძალიან რთული პირველ რიგში. და კი ბატონო, ერთი რჩევა დამწყებ მასწავლებლებს, როგორც ძალიან გამოცდილი პედაგოგი, ტრენერი, რას მისცემთ? ყველაზე მთავარი ძალიან იყონ კონცენტრირებული მოსწავლეები საჭიროებებზე და მათზე შეადგინონ გეგმები, ისე ვიცით ჩვენ რო გვაქვს ეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, მიზნები დასახონ სწორი და ფაქტიურად პედაგოგები ჩვენ ვართ მათი მეგზურები, მაგრამ თვითონ ავტორები არიან ჩვენი მოსწავლეები. ამიტომ ყველას ვურჩევ და გისურვებთ რომ თქვენი მოსწავლეებს თქვენი იმედები გაემართლებინოთ იმუშავეთ სისტემატურად მე დღესაც ვსწავლობ და ალბათ სანამ უფალი მომცემს იმის საშუალებას რომ ვიცხოვრო სულ ვისწავლი. კი, ანუ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ. თვითრეფლექსია ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე აუცილებელია. მეტი უნდა ვიკითხოთ ლიტერატურა უნარებში, თუნდაც მიდგომებში, იმიტომ რომ ეს არ არის, ეს არავის არ მოყვება დაბადებიდან. და უნდა ვისწავლოთ. გამოვიმუშავოთ, ხო, ესე ვთქვა დროსთან ერთად. აუცილებლად. იცვლება ყველაფერი. სამყაროში. ავყვეთ. კი. კარგი, მაშინ მოდი დავასრულოთ პატარა ბლიცით და მარტივი კითხვები, აირჩიე, რომელიც შეგეფერება შენ. რომელი გირჩევნია, ონლაინ გაკვეთილები თუ ოფლაინ? საინტერესო კითხვაა და ცოტა დამაბნეველი, მინდა ვთქვა. ორივე სფეროში მოღვაწეობ და ვიტყოდი იმასაც, რომ არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ურჩევნიათ ჰიბრიდულიც, რადგან უმეტესობა ჩემი მოსწავლე მუშაობს. და ერთი დღე სიტყვაზე ადგილზე ვართ, ერთი ონლაინ ვართ, ან უფრო მეტიც. და თუ ინდივიდუალურია,
ორივე შემთხვევაში გამართლებულია. თუ ჯგუფური არის ადგილზე ოფლაინად. უკეთესი არის, მე თვითონ ვაკონტროლებ, რომ სადმე რამე ლაფსუსი არ გამეპაროს. უფრო მეტი ყურადღება. ხედავ. არიან ისეთი კატეგორია ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დახმარებით დაწერონ რაღაც წერითი ნაწილი თუნდაც და მირჩევნია თვალი ხედავდეს. დაინახო, კი. ბავშვებთან მუშაობა თუ ზრდასრულებთან? ზრდასრულებთან მუშაობა. არა იმიტომ, რომ ბავშვებთან არ მიმუშავია, წლები ვიმუშავე და ჯერ კიდევ მესამე კურსიდან დავიწყე მუშაობა და პატარები მყავდა, 5 წლის ბავშვები მყავდა პირველი და ძალიან სასიამოვნო იყო, აი ყველაზე გულახდილები არიან, მინდა გითხრათ. ზრდასრულებთან ამდენი წლის პრაქტიკის შემდეგ, იმიტომ რომ მათ იციან კონკრეტულად რა უნდათ. კი, ეს მნიშვნელოვანია. ერთი სახელმძღვანელო თუ PDF-ებით მუშაობ? ვერ ვიტყოდი რომ არა, ერთი სახელმძღვანელო არანაირ შემთხვევაში. არა მხოლოდ PDF-ები, თუმცა ჩვენ სამწუხაროდ ფუფუნება არა გვაქვს იმის, რომ კარგი ლიტერატურა მოგვეპოვებოდეს ადგილზე საქართველოში. ხშირად ვიწერთ, მაგრამ ძალიან ძვირი გვიჩნდება, თუმცა უმეტეს რესურსებს ვყიდულობ მე, როგორც პედაგოგი და შემდეგ ვავრცელებთ PDF-ების სახით. შენ სტუდენტებს ვცდილობ საჭიროებისამებრ? არ არის იაფი ნამდვილად, იაფი ფუფუნების. არ არის, ძალიან ძვირი. ძალიან ძვირია, მაგრამ ხარისხი რომ მივიღოთ, ახალი უნდა იყოს და ვემხრობი ახალ ლიტერატურას. თუმცა ძველსაც არ გამოვრიცხავ, უბრალოდ რამდენიმეს გამოვყოფდი, ძირითადად ოქსფორდის გამომცემლობებს. კი. კაცრი მასწავლებელი თუ მეგობრული? ბალანსი უნდა დავიცვათ. გააჩნია, ზოგიერთი არის ადამიანი, მოსწავლე, რომელსაც არ უნდა უბრალოდ მეგობრული იყოს მასწავლებელი. იმიტომ რომ არ სწავლობს მერე თუ რაღაც ესეთი განწყობა აქვს. ვერ ვიტყოდი. იმიტომ რომ მას უნდა უშუალობაში არ გადავიდეს ეს ურთიერთობა და ჩვენ ყოველთვის სისტემად და ძალიან მოსწონთ თქვენობით კომუნიკაცია. ყველა ნებისმიერ ახალგაზრდას და მე მსიამოვნებს მათთან ძალიან ურთიერთობა. თუმცა რაღაც დოზით მეგობრულები ვართ. აუცილებლად. საშინაო დავალება კი თუ არა? რა თქმა უნდა, როდესაც საერთაშორისო სტანდარტებს ეხება, მხოლოდ ადგილზე მუშაობით ხარისხი ვერ მიიღება. საშინაო დავალებაში იგულისხმება სისტემატური მათი მზაობა, მუშაობა, სმენით ნაწილების განვითარება, საუბარი თუნდაც ნებისმიერ დროს კომუნიკაცია პასიური, მაგრამ მიმოწერა გვაქვს, რომ რამე არასწორად არ მოხდეს და არასწორი უნარებით არ წავიდეთ. თუმცა ყოველდღიურად ვერ ახერხებენ ხოლმე, იმიტომ რომ დასაქმებულები არიან ახალგაზრდები. ეს რთული ცხოვრება მოვიდა, მაგრამ მაინც ცდილობთ რომ ყოველდღიურად გააკეთონ. შემხებლობა ჰქონდეთ ნამდვილად. ბრიტანული ინგლისური თუ ამერიკული? ორივე ვიტყოდი. რადგან გამოწვევა დღევანდელი არის უფრო ამერიკული, მაგრამ ბრიტანული ინგლისური არის სუფთა აკადემიური. დედა ინგლისური არის ბრიტანული. თუმცა ამერიკული ინგლისური აუცილებელია. თუნდაც IELTS-ში ამერიკული ინგლისური გვხვდება, TOEFL-ში ამერიკულია და ასევე სხვა საერთაშორისო სტანდარტებში, რასაც გამორიცხავს კემბრიჯის სუფთა დონეები, რომელიც არის სუფთა ბრიტანული. ძალიან დიდი მადლობა. რაღაც ესე ტრადიციად იქცა უკვე, რომ ჩემს სტუმრებს ესეთ მცირე საჩუქარს. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. ძალიან მიყვარს მეც შეგროვება ესე. დიდი მადლობა. გავითვალისწინებ შემდეგისთვის. მადლობა, ძალიან საინტერესო საუბარი იყო და იმედი მაქვს, რომ ვინც გვიყურებს, მათაც ძალიან ბევრი რამ გაიგეს, რაც საჭირო იყო მათთვის, რომ მოისმინათ. მოკლედ, ასე დასრულდა დღევანდელი პოდკასტი. თუ საინტერესო იყო თქვენთვისაც ამ ყველაფრის მოსმენა, მაშინ დაალაიქეთ და გააზიარეთ ეს ვიდეო, ხოლო შემდეგი პოდკასტი დაიდება შემდეგ ორშაბათს YouTube-ზე. კარგად. ნახვამდის.